ფასების შემსწავლელმა საპარლამენტო კომისიამ ორთვიანი მუშაობა ნავთობ იმპორტიორებთან შეხვედრით დაასრულა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა სრულად არის დამოკიდებული ნავთობპროდუქტების იმპორტზე, როგორც ჩანს, ბიზნესი ახერხებს, რომ იმავე პროპორციით არ გაზარდოს ფასი საწვავზე, როგორც საერთაშორისო ბაზარზეა. 6-ვე ნავთობ კომპანიის ხელმძღვანელი პირი, რომლებიც განხილვას ესწრებოდა პარლამენტში, ერთხმად ამბობდა, რომ საცოლო ქსელებში ფასებზე შედარებით მცირე კორექცია არსებული მარაგების ხარჯზე განხორციელდა. იმ პირობებში, როცა ევროპის მოთამაშე კომპანიებმა, ბაზარზე ინდუსტრიის მოთამაშე კომპანიებმა ხისერად გაზარდეს ფასები, ჩვენც რომ იმ პირობებში შევსულიყავით და შესაბამისად რეაგირება ქონოდა, მაშინ ჩვენი ფასი უნდა ყოფილიყო დღეს დაახლოებით 40-50 თეთრით უფრო მაღალი. მაგრამ დღესდღეობით კონკურენციის და არსებული მარაგების ხარჯზე ჩვენ გვაქვს გაცილებით დაბალი ფასები. ორი თვის განმავლობაში რა შედეგიც და შეიძლება ითქვას შეღავათიც მიიღო მომხმარებელმა, მარტო ბენზინის პირობებში 10.5 მილიონი ლარი დავთვალეთ. ეს არის შედარება ჩვენ მყისიერ ფასის გაზრდასა და დღევანდელ ელასტიურ გაზრდას შორის. აი ესეთი შედარებითი ანალიზი გავაკეთოთ და დაახლოებით 26 მილიონი ლარის ფარგლებში მიიღო მომხმარებელმა ასევე შეღავათი, რომ ჩვენ ქვეყანაში კონკურენციის და ბაზარზე არსებული მარაგების ხარჯზე ჩვენ ფაქტიურად თანმიმდევრულად მოვახდინეთ ფასის ზრდა და არ მოხდა რა მყისიერის და რომელიც განვითარებულ ქვეყნებში მოხდა მომენტალურად. ბენზინის ფასი დაახლოებით 13%-ით გაიზარდა, ხოლო დიზელზე ფასი 31%-ით. მიუხედავად იმისა, რომ პლაცი ამ პერიოდში გაიზარდა 53 და 71%-ით ბენზინსა და დიზელთან მიმართებაში ვიძახი. ანუ ჩვენ მარაგებიდან გამომდინარე მოგვეცა იმის საშუალება, რომ ფასი ასე თუ ისე კონკურენტუნარიანი დაგვეტოვებინა და ანუ ბაზარზე ყოფილიყავით შეგვენარჩუნებინა ასე თუ ისე დაბალანსებული დონე ფასისა. ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გამო ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვამ, რომელიც გლობალური ნავთობის გატარების ძირითადი არტერია, ნედლი ნავთობის 60%-ით გააძვირა. 50%-ზე მეტად გაძვირდა ბენზინი, დიზელზე კი ფასი 60%-ზე მეტად გაიზარდა. მიუხედავად გლობალურად გაძვირებული რესურსებისა, ქართულ ნავთობ კომპანიებში აცხადებენ, რომ ფასებზე წნეხის შემცირებას ჯერ კიდევ დაბალ ფასად შესყიდული მარაგების ხარჯზე ახერხებენ. ჩვენი კომპანიისთვის ბოლო 2 თვე ძალიან ბევრი გამოწვევით სავსე იყო. ისევე როგორც ამ ინდუსტრიაში მომუშავე სხვა კომპანიებისთვის. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ გამოვიყენოთ ჩვენი ის მარაგები, რაც გვაქვს, რომ ბაზარზე შევარბილოთ წნეხი და მაქსიმალურად ეტაპობრივად მოვახდინოთ რეაგირებას საერთაშორისო შოკებზე. ჩვენ არ ვაკეთებთ ყოველდღიურ რეაგირებას პლაცის სწრაფცვლილებასთან დაკავშირებით. ეს არის ჩვენი საშუალო შეწონილი ფასები, რომელიც იცვლება კონკურენციის, ბაზრისა თუ რეალობის გათვალისწინებით. მარტიდან 29 აპრილის ჩათვლით ბენზინის ფასი საერთაშორისო პლაცზე გაიზარდა 54%-ით, მაშინ როდესაც ჩვენმა კომპანიამ გაზარდა 15%-ით. ხოლო დიზელის ფასი 64%-ით გაიზარდა პლაცზე და ჩვენმა კომპანიამ გაზარდა 30%-ით. ანუ იმაზე ორჯერ ნაკლები ზრდა გვაქვს ნაჩვენები, ვიდრე საერთაშორისო პლაცი გაიზარდა. ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის დაწყების შემდეგ ბოლო 2 თვეში საქართველოში საცალო ქსელებში ყველაზე მოთხოვნად რეგულარის ტიპის საწვავზე ფასი 44 თეთრიდან 58 თეთრამდე გაიზარდა. გაცილებით მკვეთრი აზრდა დიზელის შემთხვევაში და 93 თეთრიდან ლარი და 14 თეთრამდე მერყეობს. როგორც ირკვევა, საწვავზე ფასების ზრდაზე ნეგატიურად რეაგირებს ბაზარი. მისოლის დირექტორი ვასილ ხორავა ამბობს, რომ მარტში გაყიდვები 2% შეუმცირდათ, რაც ერთ-ერთი ფაქტორი გახდა, რამაც კომპანიის მარაგების ხანგრძლივობა იმოქმედა. მარაგები ჩვეულებრივ პირობებში ჩვენ ქონდა 20-30 დღემდე, მაგრამ იმის გამო რომ რეალიზაცია შემცირდა, მარაგების ხანგრძლივობა დღეს გაგვეზარდა ფაქტობრივად 50 დღემდე. იმიტომ რომ ბევრი განსაკუთრებით შეეხო დიზელს, იმიტომ რომ ბევრი ფაქტობრივად პროექტები, რომელიც დიდი პროექტები იყო, მოხდა თავშეკავება, მე როგორც უყურებს მათი ინდექსაციას ითხოვს ის ინდუსტრიები, იმიტომ რომ მართალია მათ გეგმაში ჩადებული ჰქონდათ საწვავის ნიშნული ერთი, დღესაა აბსოლუტურად გაზრდილი ფასი, ხო? და ბუნებრივია რომ ამან გარკვეულწილად გამოიწვია საწვავზე თავშეკავება და ის კორპორატიული, განსაკუთრებით კორპორატიული ფლანგი ჩვენი მოხმარებისა შედარებით შემცირდა იმის გათვალისწინებით, რომ ფასებზე არ იყო ელასტიური რეალიზაცია ისეთი, როგორც იყო წინა პერიოდში. Sanktsiების გამო ბიზნეს მოდელი შეცვალა კომპანია ლუკოილმა. Როგორც ცნობილია, ეს კომპანია ამერიკული სანქციების ქვეშაა. პარლამენტში გამართული შეხვედრიდან ცნობილი გახდა, რომ სანქცირებული ლუკოილის ქართული შვილობილი ლუკოილ ჯორჯია საწვავის იმპორტს ვეღარ ახორციელებს და ქსელში ადგილობრივ ბაზარზე შესყიდულ საწვავს ყიდის.
ამ ეტაპზე კომპანია სანქციების ქვეშ არის 2025 წლის ოქტომბრიდან მომყოლებული, ამიტომ პრაქტიკულად იმპორტს აღარ ვაწარმოებთ, ანუ ნულია ჩვენი იმპორტის წილი, ასე ვთქვათ, ბაზარზე, თუმცა 25% იყო სანქციებამდე. ამ ეტაპზე უბრალოდ ყიდულობთ ადგილობრივ ბაზარზე, რადგან იმპორტის შეზღუდული გვაქვს. სანქციებისგან მიუხედავად, კომპანიას აქვს ლიცენზია OFAC-ისგან და ბრიტანეთის შესაბამისი უწყებისგან, რომ აწარმოოს ფუნქციონირება ადგილობრივ ბაზარზე, თუმცა შესყიდვას საწვავის ვაწარმოებთ ჩვენი კოლეგებისგან. და შესაბამისად აღარა ვართ ფასის, ასე ვთქვათ, დამდგენი ორგანიზაცია, უფრო, ასე ვთქვათ, მივყვებით დინება. ნავთობ კომპანიებთან შეხვედრით ფასების შემსწავლელმა საპარლამენტო კომისიამ მუშაობა დაასრულა. ორთვიანი საქმიანობის შედეგების პრეზენტაციას შოთა ბერეკაშვილის თავმჯდომარეობით კომისია ხვალ გამართავს. თავის მხრივ ნავთობ კომპანიების ნაწილი საწვავზე ფასის დაახლოებით 8-დან 10 თეთრამდე ფარგლებში შემცირების რესურსს თვითმომსახურების ქსელის განვითარებაში და შესაბამისად ამ მიმართულებით დღეს არსებული საოპერაციო ხარჯების შემცირებაში ხედავს.